ახლა ვიყოფებით ლაგოდეხში, კახეთში და ეხლა შენთან მაქვს სერიოზულეს კითხვა. ღომი გირჩევნია თუ ხინკალი? ღომი არ ვიცი რა არის, ასე რომ ხინკალი. რა ღომი არის რა? ღომი მართლა არის, რა არის? მართლა არის ღომი რა არის? თუ მატყუე? არა, მართლა არის. ანუ მართლა არის. ელარჯი იცი? რაღაც უცნაური ფაქტი გაირკვა, რომ ლაგოდეხში ბავშვებმა არ იციან ღომის და ელარჯის შესახებ. ეს კარგად ცუდი არ ვიცი, მაგრამ წვადი იცი? ან თავარია ეგ. მეგრელებმა არ გვიწყინოთ, ელარჯი კაია. კომენტარებში დაწერეთ. უნდა იცოდეს ყველა ქართულმა ღომის შესახებ თუ არ უნდა იცოდეს. შენ გადმოგეცემა შაპიტო. ღომი გირჩევნია თუ მწვადი? ღომი არ ვიცი რა წარმოდგენა არ მაქვს. ბიჭო, რა ხდება ლაგოდეხში, კახეთში რა ხდება? ღომი რატო არავინ არ იცის? ელარჯი გირჩევნია თუ მწვადი? ელარჯის არ ვიცი. არ მართლა არის ელარჯი? ან მეხუმრებიან ეს ბავშვები, ან მართლა არიციან ელარჯის და ღომის წარმოშობის შესახებ. კარგი, რავი, გებჟალია? ეგეც არ ვიცი. აი, შენ გადმოგეცემა შაპიტო, გახსენ ნახო შეგინთ რა დევს. პირველად გავიგე, რომ საქართველოში ვიღაცამ ღომის შესახებ არ იცის. მართლა პირველად გავიგე. ესეთი ულამაზესი ორი მანქანა ამოვიდა ამ ბავშვს.